მოგესალმებით მეგობრებო. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოკითხვა ჩემგან და საუკეთესო სურვილები. მადლობა თქვენი ნდობისთვის, თქვენი გამოხატული უკავშირისთვის და დღეს მინდა გავაკეთო ასტიკაშლა 50+. ანუ რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. და იყოს ორ ვარიანტზე, ხო, ჯადოსნური ლამპარი და ესეთი ფულის ბარაქის ტომსიკა, ხო? გადავდოთ ეს ჯადოსნური ლამპარი, მის ჩაიფიქრეთ და ვნახოთ ვინ გვესტუმრეთ, ხო? ვინ ბრძანდებით. და თურმე აი 50 წელს პლუსი ყოფილხართ, ვინც ყოფილხართ და რომ ვამბობ ხოლმე რომ ერთი უნდა ჩამოგიაროთ ვინ ხართ ამისთანებით, თქვენ ყოფილხართ ყველა ესენი, ხო? სამი მაღალი არკანით, მეგობრებო. ერთი ასეთი გოგო ვიცი. მსგავსი ენერგიების მატარებელი. ამასაკის. არის ცოტა დაბალი ასაკის გოგოებიც ვიცი სხვები, მაგრამ ეს კონკრეტულად ეს ზუსტად ვიცი. მოკითხვა ჩემგან ესე საჯაროდ მას. ნახეთ რა. ესე იგი, თქვენი ცხოვრების ზეული ანამნეზიდან გამომდინარე, თქვენი განვლილი ქარიშხლებიდან, თქვენი განვლილი გზაჯვარედინებებიდან, ხო? თქვენი განვლილი ტკენებიდან, ყველაფრიდან დაგროვილი სიბრძნით დღეს ხართ არც მეტი არც ნაკლები მაგები ქურუმი ქალები და შეყვარებულის არკანით რას ნიშნავს თქვენი ენერგია, ხო? ვეღარ მოგატყუებენ. ცდუნება გამორიცხულია. თქვენ აღარ აყვებით უნებებს, ხო? თქვენ აღარ გახდებით მსხვერპლი. თქვენ ზუსტად იცით რომ ხართ ქურუმი დედოფლები, რომ თქვენ იქით უნდა მართოთ, რომ თქვენ ყველაფერი თქვენს ხელშია, ხო? დაგჭირდებათ მელასაც თქვენს ჭკუაზე მოარჯულებთ კატასაც და თუ საჭიროა მოიტყუებით კიდეც და მისაზღავს მიუზღავთ ადამიანებს, ხო? ანუ თქვენი მტყუილის ფასიც იცით. დააკვირდით ზოგჯერ ხო ტყუილს ოქროს ფასი აქვს. იმიტომ რაღაცა სიტუაციას, რაღაცა ადამიანს შეიძლება მხოლოდ ტყუილი შველოდეს რომ გადაარჩინო, ხო? თუ არა რაღაცები ინგრევა. გააჩნია სად და როდის ხმარობ. თქვენ ხართ ქურუმი ქალები, მეგობრებო, აი არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ. თუ მამაკაცები მიყურებთ, არა აქვს მნიშვნელობა. თქვენ იმ ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, სადაც უკვე აი ყველაფერი ვნახე, ყველაფერი გამოვიარე, 100 ქალის ცხოვრება ვიცხოვრე, 100 კაცის ცხოვრება ვიცხოვრე და დღეს უკვე ხედავ, ვიცი, ცნობიერიც ვიცი, ხო? მაგი არის ზეცნობიერი და ზუსტად ვიცი. ვერ გამომაპარებ. რა არის თვის როგორ ეს ზუსტად თქვენ ცნობიერსაც ხედავ, ხო? ინტუიცია მაქვს ისეთი რომ 200 მეტრზე, 200 კილომეტრზე მივხვდები, კანით ვიგრძნობ, ხო, ვინ რა, როგორ და რანაირად. ძალიან მაგარი ხალხი ხართ, ხალხო, აი უდიდესი პატივისცემა ჩემგან. ბედნიერება იქნება თქვენთან ერთად ფინჯან ჩაიზე მუსაიფი. ნამდვილად ბედნიერება იქნება. და ნახოთ ახლა რა როგორ ხართ? ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ხო? აი ამ ეტაპისთვის რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? და ვნახოთ პენტაკლების პაჟი. როგორ გადამიხტა? ისევ ამომივიდა ეს არკანი, რა ხდება? აჰა, კვერთხების პაჟი, იგივე კვერთხების ქალიშვილი. სამსჯავრო. აჰა. კიდევ ერთი წამი რამდენი არკანი მაქვს 1 2 საკმარისი მაქვს, მაგრამ რაღაცნაირად ხავს ინფორმაციას კიდე და ერთ არკანსაც დავამატებ, გასაგებია. ვინ ხართ თქვენ?
კი არა და რა ენერგიებში ხართ ახლა ხო? შეიძლება რაღაცა სამსახური შეიცვალეთ ვიღაცამ, რაღაცა ახალი საფეხურზე გადახვედით ან რაღაცა ახალი ბიზნესი დაიწყეთ, ახალ რაღაცას შეეჭიდეთ, ან სწავლას ხო? ვიღაცა შეიძლება რაღაცა ახალ ხელობას სწავლობს, ვიღაცა კულინარიას, ვიღაცა რაღაცას არ აქვს მნიშვნელობა ხო? ანალოგიურად შვიდიანი კვერთხებით ისეთი რა, კარგი ენერგიები ყოველ შემთხვევაში მიზანსწრაფულობა, გამარჯვების სურვილი, წინსვლის სურვილი, ხო? უკეთესობისკენ უკეთესი სიტუაციების იმედად, ხო, ანუ რაც მოხდა და მე უკეთეს სიტუაციას ველოდები, ესეთი განწყობა. რაც გავიარე, პრაქტიკულად ის უკვე საკმარისი იყო, ხო? და ვიბრძოლე, კი ბატონო, არ არის პრობლემა, გადავიარე ის ბრძოლაც, ხო? წინააღმდეგობებიც დავძლიე, კონკურენტებიც ჩამოვიშორე, გამბედაობაც მქონდა, მაგრამ რაღაცა მარტოხელა მებრძოლად შემორჩი, ხო? რაღაცა თითქოს აი ვერ და აი ამ იმპერატრიციდან, აი ამ სავსე ადამიანიდან, რომელსაც აბსოლუტურად ამ სამყაროში ყველაფერი გააჩნდა, ყველაფერი ქონდა, ხო? აი პრაქტიკულად მთელი სამყარო მის ხელში იყო. აი ამ იმპერატრიციდან გადავედით აი ამ სიტუაციაში, როცა რაღაცა ის არჩევანი გაგვიჭირდა, გადავედით რაღაცა კვერთხების ბაჟის ენერგიებში, ხო, როცა აღარ გვინდა მივხვდით, რომ ცეცხლთან თამაში, ხო, რაღაცა ამ ცეცხლთან თამაშს რაღაცა ტყუილი დასდევს, რაღაცა ჩვენ შეიძლება არასწორი სიტუაციის მსხვერპლი აღმოჩნდეთ, ხო, რაღაცა ტყუილის მსხვერპლი აღმოჩნდეთ, რაღაცა მანიპულაციის მსხვერპლი აღმოჩნდეთ და აღარც არჩევანში ცხოვრება გვინდა, აღარც სამკუთხედი გვინდა, აღარც არაფერი გვინდა და ვეღარ მომატყუებს ვერავინ, მე ვარ უკვე ჩემი ცხოვრების მაგიც, სხვისი ცხოვრების მაგიც, მე ვმართავ და ჩემს ხელშია ყველაფერი. და დღეს სამშაბათს არკანით მზად ვარ რომ მივიღო ის ჯილდო, რაც დავიმსახურე ჩემი ამ დენხნიანი ცხოვრების წილად, ხო? და სამშაბათს არკანით უყურეთ, ცუც კი არაფერს ელოდებიან, პირიქით მთელი ოჯახია, ხო, წარმოდგენილი, თითქოს აგერ ბებია, შვილიშვილები, თითქოს სოლქმარი, თავიანთშინაური ცხოველებით და იქ ზემოთდან რაღაცა დიდ წყალობას მოელიან, ხო? არ ხართ ცუდ ენერგიებში, ნამდვილად, მე მომწონს და ახლა ვნახოთ რას გპირდება თუ ახლოესი პერიოდი, რა შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. აბა ვნახოთ, ნახეთ, ბედის ბორბალი მაქვს, დასტის ფონი, ახალი შესაძლებლობები, ახალი საფეხურები. ესე იგი არაფრით არ შორდება ეს მაგი რა. სიგნიფიკაციიდან მოყოლებული ყველა სიტუაციაში მოკლედ აქ მყავს. რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში? კვერთხების დედოფალი. თქვენს ცხოვრებაში შემოვა ქალბატონები თუ მიყურებთ, გადააკატავეთ რომ კვერთხების მამაკაცი და მამაკაცები თუ მიყურებთ, პირდაპირ მშობლით კვერთხების დედოფალი შემოვა, ხო? თქვენ ბოლოს და ბოლოს მიიღებთ ძალიან ისეთ აი გამოკვეთილ გადაწყვეტილებას, ხო? აი წყალი რომ აღარ გაუვა ესეთ მომენტს. გონებით და გაიაზრებთ რომ თქვენ თავზე გააქვთ გვირგვინი და ეს გვირგვინი თქვენს ხელშია და ამ გვირგვინს უაზროდ არავის აღარ დაადგამთ, ხო? რომ ეს გვირგვინი ღამურების საპარპაშო არ არის, იმიტომ რომ დღის სინათლეზე ისინი მაინც ვერ ამჩნევენ, ვერაფერს და ვერც ამ გვირგვინს ხედავენ და ვერც მის სიდიადეს და ამიტომ ეს გვირგვინი უნდა დაიმსახუროს უკვე სხვა, ხო? ეს უკვე რაც იყო თქვენს ცხოვრებაში, მისი აღარ არის. ღამურა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაფასებს და ვერ დაინახავს, ხო? რა დიდებულება არის მის თვალწინ, იმიტომ ვერ დაინახავს.
კი ბატონო. ან მეორე მომენტია მეგობრებო, მოიცათ აბა დამიდასტუროს ახლა ეს რა აზრიც და რა ინფორმაციაც მოვიდა, რა კი საჯაროა გაშლა ამ გადაწყვეტილებას, მე კი მივხვდი ახლა რაც უნდა ვთქვა, კიდე გადამიხტა. კი ბატონო, აი ნუ, კი, ზუსტად მასია. ზუსტად მასია. ესე იგი, ამ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით აი დამიდასტურა. თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ აი ამ კვერთხების დედოფალთან ან მეფესთან დაკავშირებით. რომელთანაც აი ეს რაღაცა გაურკვეველი ურთიერთობა გქონდათ და გადადიხართ სხვა საფეხურზე. იეროფანტი, ნახეთ რა საყვარელია, ჩანთებით, წიგნებით მომზადებული ბავშვები მივიდნენ ისეთ ხანდაზმულ ქალბატონთან, ხო, რომელსაც მთელი ტომეულები უდევს აქ სიბრმის წიგნებით და რჩევა ეკითხებიან. გაკვეთილზე მივიდნენ, ხო? ჩავთვალოთ რეპეტიტორია ემზადებიან. თქვენ შეიძლება ვინმე ავტორიტეტი თქვენთვის ავტორიტეტი ადამიანი დაგეხმაროთ, ხო, ეს იყოს მამა, არ ვიცი მეგობარი, არ ვიცი სულიერი მოძღვარი, არ ვიცი ეზოთერიკი ვიღაცას მიმართოთ, ხო? და იმან ისეთი გზა მოგცეთ, რომ ზუსტად მიხვდეთ სად არის თქვენი ადგილი. კი. ეს ცალსახად იმადა, ანუ კიდევ ერთხელ დამიდასტურე, ვინმე კონკრეტული ადამიანის თან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილებას იღებენ? კი. და რატო ნახეთ, კი. უყურეთ, თქვენ იცით, რომ კი, სამართლიანობით, ანუ უბრალოდ რეალურად მართალი არ იყო ის, რაც ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში და რომ ყველაფერი სწორად წარიმართოს თქვენს სიტუაციაში და სამყაროსგან ჯილდო მიიღოთ, უნდა მოიქცეთ სწორად. კი ბატონო. და სწორი მხარე უნდა აირჩიოთ, ხო? სტიქსის წინ არის სწორი მხარე. აი ეს ენერგიები მოდის, ამას აირჩევთ უბრალოდ და ამას იზამთ და კიდე. მოდი ასე ვიკითხოთ მაშინ. თქვენს ცხოვრებაში ახლა, მოდი ასე დავსვათ კითხვა, ხო, რომ კითხვის ნიშნები არ დავტოვოთ, არის ადამიანი, ანუ ყავთ ამ ეტაპზე პარტნიორი? ვნახოთ. ყავთ ამ ეტაპზე პარტნიორი? კი. ოღონდის არის პაჟია. კვერთხების პაჟია და თან დააკვირდით როგორი მომენტია, არც მეტი, არც ნაკლები. თქვენ ხართ მისი ძალის ინსპირაცია, ანუ ის არ არის ის, რაც წარმოგიდგენიათ, თქვენ ქმნით მასში ამ ადამიანს, მეგობრებო. და ისევ არჩევანის შეყვარებულების კარტია მოდის. არის, მაგრამ სავარაუდოდ ზუსტად ეს როღვევა ამას უკავშირდება. და მაშინ მოდით ასეთი რაღაც ვიკითხოთ. უახლოეს პერიოდში ახალი ადამიანი ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, შემოდის ახალი ადამიანი? პენტაკლების პაჟი, ისევ იეროფანტის არკანი, გატეხილი, აჰა, შემოდის. და არც მეტი, არც ნაკლები იმპერატრიცა, რომელიც შეიძლება თქვენი რეალური იმპერატრიცა ან იმპერატორი გახდეს, ხო? გააჩნია ქალბატონები მეყურებს თუ ბატონები, ან უბრალოდ იმდენად სავსე და იმდენად იდეალური ადამიანი იყოს, რომ და რას მოიტანს ამ ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში? მაჩვენე რას მოიტანს? აჰა. ნახეთ. ეს ხო არ მომშორდა. ნახეთ. ჯერ შეიძლება ცოტა რაღაც გარკვეული ისეთი ეჭვები გქონდეთ, ისევ რაღაც სხვა სიტუაციას სხვა ეგებით, მაგრამ არა, ნახეთ. აი თითქოს სამყარო დაგეხმარებათ იმისთვის, რომ რაღაცები სწორად შეაფასოთ, სწორად გათვალოთ და სამყაროს არკანი თქვენ მიიღოთ თქვენი დამსახურებული სიტუაცია. ძალიან მიხარია, მეგობრებო. პირველი ვარიანტი მადლობა და მეორე ვარიანტი და ვნახოთ. მოდი მეორე ვარიანტი, აი ამავე დასტით გავაკეთებ, მე რო არ მისაყვედუროთ თავიდანვე რატო არ თქვით, რომ ვფიქრობ და თანხილველის დასტით. აბა ვინ არის
ჩემი მაყურებელი ახლა. რატო ხართ ჩიხებში? აჰა. ოჯახს უკავშირდება, შვილებს უკავშირდება? ძალიან ქარიზმატული, ძალიან მიმზიდველი, აი სასწაული ენერგიების მატარებელი ადამიანი, რომელსაც ყავთ ოჯახი, კი ბატონო, თქვენი უკვე შექმნილი დოვლათი გაქვთ. და ყავთ, ანუ პენტაკლების მეფე ან დედოფალი ხართ, ხო, რეალურად? შვილიშვილებიც შესაძლოა თქვენგანს ყავდეს მზის არკანით. და მოდით ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ, ხო? რა ხდება თქვენს თავს? ეს ვიკითხოთ. რა ენერგიებში ხართ თქვენ? თასების მეფე, მაგრამ ისევ ჩაკეტილობა. ხმლების მეფეც ხართ ამავდროულად, რატო რამე გაგვიფუჭდა? ოჯახში გვაქვს პრობლემა. ტრანსფორმაცია, რა ხდება თქვენს ოჯახში გაქვთ პრობლემები? პენტაკლე, გასაგებია. აქ მესამე პირი ყავთ, მეგობრებო. აქ ცალსახად მესამე პირი ყავთ. და გაფუჭებულია ურთიერთობები, დამსხვრეულია ვისთან? დამიდასტურე მესამე პირთან თუ ოჯახში ოფიციალურ მეუღლესთან, აბა ვისთან მიდის ეს ტრანსფორმაცია? არა. მესამე პირთან არის ცალსახად გაფუჭებული ურთიერთობა. მესამე პირთან გაქვთ ახლა პრობლემები. კარგი. უახლოეს მომავალში რა ენერგიები იტრიალებს თქვენს გარშემო, რა ენერგიები შემოვა? უახლოეს მომავალში რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? თხიანი. შვენიერი ეს ოჯახის კარტია, მეგობრებო, გამარჯვების, მაგრამ არა, ოჯახის. რაღაცა არა, ისევ იგივე არკანები ამოდის, ესე იგი ავჩეხე. всё. გასაგებია, ოჯახში რაღაცა სერიოზული კრიზისები გაქვთ, პრობლემები გაქვთ და წყვილში ამოდიხართ მესამე პირთან. კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე. ეს უახლოესი ენერგიები, ხო, მომავლის ენერგიებს გეუბნებით, კი ბატონო. სამიანი. ლოტუსის ყვავილები წინ, მედიტაცია, დაღლილობის მერე მაინც გამარჯვება, კი ბატონო. და ხმლების დედოფალი. დაფარული ურთიერთობა მიფიგურირებს ყველა ვარიანტში უახლოესი ენერგიების ფონზე. ანუ რა გამოდის? ახლა რომ გაფუჭებულია მესამე პირთან ურთიერთობა, ახლა მომავალში ეს ურთიერთობა აღდგება, ამას მეუბნები დამიდასტურე. კი, აღდგება. და აქ ეს მესამე პირი თვითონ შეგიწყობთ ხელს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღდგეს ამებაენა. კი. კი, იმ ტრანსფორმაციის და იმ ტკენების ფონზე ნახეთ კოშკიდან ცვივა. გოგონა და ბიჭი და ქვემოთ როგორ უმზადებენ, რომ არ დაეცდნენ და არაფერი ეტკინათ, ხო? თქვენ უახლოეს პერიოდში გილაგდებათ ურთიერთობა მესამე პირთან. მაგრამ თქვენს პენტაკლების დედოფალთან ჩაკეტილობები გრძელდება. კი. ოჯახში იქნებით, მაგრამ ოჯახში აი როგორი სიტუაციაა, იცი, ნელთბილი სიტუაცია. უსიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ რა ვქნა. კარგით. ზოგადი ენერგიები მითხარი, აი ამ
პარტნიორებს და მესამე პირებს და ადამიანებს გავეშვათ. სხვა რას პირდება უახლოესი პერიოდი ჩემს მაყურებელს, რა სიახლეები უნდა შემოვიდეს, რა სიახლეებს უნდა ელოდოს ადამიანი, კარგ ამბავს, ისევ თასების დედოფალი მოდის. თანადგომას, სიყვარულს, ბედნიერებას, სტაბილურობას, ფინანსურ სტაბილურობას, რაც მთავარია. კი ბატონო, მე მომეწონა ეს არკანი, მაგრამ მაინც ბეწვის ხიდი მოგიწევთ რა. მოგიწევთ ცეცხლთან თამაში და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, დაკვირვებულად უნდა იყოთ, რომ ამ ცეცხლთან თამაშმა ისევ ჩაკეტილობები არ მოგიტანოთ. რაღაცა სერიოზულად არ გაგიფუჭოთ. ჩემო კარგო ადამიანებო, აქ მე ამ მესამე პირთან ერთი წამი მოიცადეთ, ახლა ეს უნდა ვიკითხო, მე აქ რაც დავინახე, დამინდასტურე მართალი ვარ. და გეტყვით მე რა დავინახე, რომც არ ვიყო მართალი, მაინც გეტყვით. მართალი ვარ. მოდი პირდაპირ ვკითხავ მაშინ, მესამე პირი გიყენებთ? მესამე პირი, ვინც ოჯახის გარეთ ყავთ, გიყენებთ? სამომხმარებლო ურთიერთობის მომენტი აქვს ამ ადამიანს თქვენი მისამართით? არ გამოვრიცხავ მეგობრები, კი? აქ რაღაც ფინანსური ინტერესებია. ერთი არკანით დამიდასტურე კიდე ღირს ამ მესამე პირთან ურთიერთობის გაგრძელება. ღირს. გავიგეროთ ცნუნება, მაგრამ ღირს. ანუ შეიძლება გადაჭეხვა მოუწიოს ამ ადამიანს ისევ ტრანსფორმაცია. რა ურჩევია ამ ადამიანს, ოჯახში იყოს თუ, ანუ ტაროს აზრი მაინტერესებს. რა არის ამ ჩემი მაყურებლისთვის უფრო საჭირო და სწორი რა იქნება, ხო? ანუ უფრო მეტ სიმშვიდეს და ბედნიერებას ვინ მოუტანს, მესამე პირი თუ ოჯახი. ჩანს მესამე პირი თუ ოჯახი. მესამე პირი თუ ოჯახი. მესამე პირი თუ ოჯახი. რა საინტერესოა. ანუ აქ თქვენ სადაც ოჯახი გაქვთ, ცალსახად იქნებით პატივცემაცემიც, ანუ დაფასებულიც, როგორ გითხრათ, ყველასთვის ისეთი მისაღები ადამიანი, ხო, ვინც სადაც პატივცემენ, გაფასებენ, უყვარხართ, სადაც სტაბილურობა ყველა ვარიანტში, კი ბატონო, და იეროფანტის არკანიც ამას მიდასტურებს, ხო? და სადაც გექნებათ, კი ბატონო, ფინანსური აბსოლუტური სისავსე, მაგრამ განდეგილის პოზიციაში იქნებით ფსიქოლოგიურად. მესამე პირთან ფრთხილად იყავით ორსულობის მიზეზით, რაღაც დიდი თანხობრივი დანაკარგი არ მოგიწიოთ. და ისე არ მოხდეს, რომ ოჯახიდან წადიყვანით ორსულობის მიზეზით, კი? აი ეს მზის არკანიც ორსულობას მეტყველებს. მაგრამ მოდი მეორე ტესტით უნდა ვიკითხო ერთი წამი. მესამე ადამიანი იყენებს თუ ნამდვილად გრძნობებით არის განწყობილი ჩემი მაყურებლის მიმართ. მოდი ესენი გავწიოთ ახლა და ერთი კონკრეტული კითხვა მაინტერესებს. მესამე პირი. მესამე პირს უყვარს ნამდვილად და წრფელი გრძნობები აქვს ჩემი მაყურებლის მიმართ თუ სამომხმარებლო ურთიერთობები აქვს. არა მეგობრებო, აქ გრძნობებს ვხედავ.
ბავშვით რომ მიენდობი რაღაცას გულუბრყვილოთ. კი ბატონო, პატარაა ეს თქვენზე. ქალები ხართ, მამაკაცები ხართ, არა აქვს მნიშვნელობა, აქ პატარაა ასაკით. ასაკით პატარაა და ცოტა ილუზიებშიც არის, ნახეთ როგორ ილუზიებშია. და რაღაცა მიჯაჭულობა აქვს, ცალსახად დიდი მიჯაჭულობა გაქვთ ერთმანეთთან. მაშინ იგივე დასტას ვკითხოთ. უღირს ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება ჩემს მაყურებელს. კონკრეტულად მითხარი, უღირს ჩემს მაყურებელს ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება, კი. კი. ანუ ის რა ენერგიაც წამომივიდა, გარკვეულწილად აქვს ეს მომენტიც, რომ თქვენთან რაღაცა კომფორტის გამოწმა, რამ კომფორტთან ერთად გრძნობაც აქვს, მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცის გამო გატყუებთ. იგივე ორსულოდადაც რომ დარჩეს, ოჯახი უნდა. ოჯახი უნდა. უბრალოდ ის რისკი გაქვთ თქვენ, შეიძლება ოჯახის დანგრევის ფასად მოგიწევთ ეს ყველაფერი. მადლობა მეორე ვარიანტსაც წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის.